Აი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარას გეუბნება ჩვენი გადაცემის დღე და ხანდახან შეგვიძლია რომ მუსიკის გარდა კიდევ წიგნებსაც მოვუსმინოთ, წიგნების მოსმენ აქაც შეგვიძლია რა თქმა უნდა, მაგრამ ხანდახან შეგვიძლია რომ გონებითაც მოვუსმინოთ, რომ რასაც წავიკითხავთ, ის მოსმენა გაგებაში და გააზრებაში გადავიტანოთ, რაც მნიშვნელოვანია სმენაზე მეტად, ხო, აზრი აღძრათ. ეხლა ვარ იმერეთში, ჩემი ბავშვობის ადგილას, სადაც მამაჩემი და ბაბუაჩემი მუშაობდნენ ხოლმე პატარა მიწის ნაკვეთში და დღეს იმერელი მწერალი მინდა გაგასცათ. მოკლედ ლიპარას გეუბნება იმერეთიდან გახსნილად გამომიცხადებია და ვიწყებთ ერთი წიგნის და ერთი ავტორის გახსენებას, გაცნობას შეიძლება ზოგისთვის, ეს არის იმერეთისთვის ერთ-ერთი კოპწია და გამორჩეული და არა მარტო იმერეთისთვის, საქართველოსთვის და რო ითარგმნოს მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვისაც საყვარელი მწერალი გახდება და მნიშვნელოვანი ეს არის დავით კლდიაშვილი, ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი, რომელიც წიგნში, რომელსაც ჰქვია ჩემი ცხოვრების გზაზე, წერს თავის ბიოგრაფიას. კი არა რქოს ჩემი ბიოგრაფია წერს ჩემი ცხოვრების გზაზე. და აღწერას უკეთებს ესეც, რომ აი ნახეთ როგორი აღწერა აქვს. ეს მოგონებები იწერება იმ მოსაზრებით, რომ რომელიმე მკვლევარმა ჩვენი წარსული ცხოვრების სურათის დასახატავად შეიძლება ამ სტრიქონებშიაც იპოვოს გამოსადეგი რამ მასალა. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ამის დაწერაც გამართლებული იქნება და დამწერიც დიდად დაკმაყოფილებული. ნაშრომს კი უძღვნი მათ ხსოვნელს, ვინც გულის სიყვარულით გამითბო, მასწავლა ადამიანის პატივისცემა და ნდობა, მოკლე მონაგონებში არაფერი შეფერადებული არ იქნება. იქნება მხოლოდ სინამდვილე, რომელსაც გადაუხრელად მსახურობდი მთელი ჩემი წერლობის განმავლობაში. დავით კლდიაშვილი 1925 წელი. 100 წლის წინ დაიწყო ამ წიგნის წერა და ეხლაც რო ვკითხავ, თითქოს გუშინ დაწერაო, ისეთი გემრიელად ნაწერი აქვს და წიგნიც ისეთია, გაუფერადებელი წიგნია თვითონაც, ნახეთ, წიგნი არის ილუსტრაციებით, გიორგი სულაკაურის ისეთი გემრიელი ილუსტრაციები აქვს, რომ ხან ვკითხულობ ხოლმე და ხან ვხატავ, მე წიგნის ხან ყდას, ხან შიგნით ჩახატულ გემრიელ რაღაცებსაც შეგიძლიათ რომ თვალი შეავლოთ და კიდევ ერთი შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ თქვენ თვითონვე მოიფიქროთ, თქვენ რო იყოთ რამდენიმე წლის უკვე ასაკში, ან უკვე შეიძლება ხართ კიდევაც წლებ მომარაგებული და როგორ დაწერდით თქვენს გზას, ჩემი ცხოვრების გზაზე, ან შეიძლება სხვა სათაური დაარქვათ, როგორ გაივლიდით და როგორ დააწყობდით. კლდიაშვილი წყობს ბავშვობა, რომელიც ჯერ სოფელში გაატარა, კი ყავდათ მსახურები, აზნაურები იყვნენ, მაგრამ როგორ ტკბილად ექცეოდნენ, როგორი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მათთან, როგორი ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბუნებასთან, ადამიანებთან. შემდეგ სასწავლებლად როგორ წავიდა, ჯერ ფოთიდან სოხუმში, მერე გემით, მერე სოხუმიდან უკრაინაში და რუსეთშიც ისწავლა. ისე რომ დაავიწყდა ქართულიც. და შემდეგ რა შეძლო ქართულის დავიწყების მერე დავით კლდიაშვილმა, როგორ ისწავლა ქართული და როგორ დაწერა საოცარი ნაწარმოებები, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც წაიკითხოთ და ნახოთ. მაგრამ როცა პირველად დაბრუნდა უცხოეთიდან საქართველოში, რუსული იმდენად მომძლავრდა მასში, რომ დედასთან რო ელაპარაკა, თავისი ბიძაშვილი წაიყვანა თარჯიმნად. წარმოიდგინეთ. მაგრამ მერე ისე უყვარდა ეს თავისი ენა, თავისი მეგობრები, აღაფრთოვანებდა ქართველი მსახიობები, მწერალი დიდ პატივს სცემდა ალექსანდრე ყაზბეგს და კიდევ ბევრს სხვას, ილია ჭავჭავაძეს და ბევრს, რომ ნელ-ნელა ვაჟა-ფშაველასთან ფოტოც კი აქვს გადაღებული, რომ ქართული ისე მოირგო, რომ შეეძლო დრამა, მძიმე ამბავი მსუბუქად მოეთხრო და იუმორი გაერია ამ ყველაფერში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შინაგანი ხმის გამოსაღვიძებლად. მოკლედ ამ წიგნში ბევრ კარგ საინტერესო ამბავს შეხვდებით, ლამაზ ილუსტრაციებსაც იპოვით, ნახავთ თავებად დაყოფილ მის ბიოგრაფიულ ცნობებს და რომელსაც თვითონვე წერს. ბიოგრაფს კი არ ანდო ვინმეს, რომ აი მიდი შენ დაწერე ჩემს შესახებად, თვითონვე დაწერა ჩემი ცხოვრების გზაზე. აი ესეთი იმერეთში ცხოვრების ამბებს აღწერს, თავის სწავლის ამბებს, როგორ მუშაობდა ბათუმში, როგორ გაიზარდა ბათუმი და ასე შემდეგ. თავის დედულეთის ამბებს, ანუ დედის სოფელს და კიდევ ბევრ სხვას. მოკლედ საინტერესო წიგნია, გამომცემლობა არის ალონი და შვენიერ ამბებს ნახავთ ამ ესეთ სქელტანიან პუტკუნა და საყვარელ წიგნში, რომელსაც წაიკითხავთ. თან შეგიძლიათ რომელ კუთხეში წახვალთ საქართველოში, იმ კუთხის წიგნი იკითხოთ ხოლმე. მე ესე ვარ. აი მაგალითად იმერეთში კლდიაშვილი მომაქვს ხოლმე. კახეთში შეიძლება
ილია ჭავჭავაძე, ზაირე არსენიშვილი წავიღო, სვანეთში წერედიანი და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა კუთხეს თავისი ხმა და თავისი სიტყვა აქვს. დიდი მადლობა. მე შემდეგი პარასკევამდე გემშვიდობებით. მოусმინოთ წიგნებს, ჩვენ ერთმანეთს მალე შევხვდებით. დიდი მადლობა დროებით.